Front-end development-ი პროგრამირების ერთ-ერთი გავრცელებული და მოთხოვნადი მიმართულებაა. დღევანდელ ვიდეოში შევეცდები მაქსიმალურად გასაგებად ავხსნა თუ რას წარმოადგენს ის. იმედი მაქვს, ეს ვიდეო დაგეხმარებათ სწორი მიმართულების არჩევაში, თქვენს კარიერულ გზაზე. როდესაც თქვენ ხსნით რაიმე საიტს, რასაც თქვენ ხედავთ, აკლიკებთ თუ აკეთებთ რაიმე ინტერაქციას ვებგვერდთან, ეს ყველაფერი წარმოადგენს front-end development-ის შედეგს. Front-end development-ი პასუხისმგებელია ვებგვერდის ყველა იმ ნაწილზე, რომელთანაც მომხმარებელი შედის ინტერაქციაში. საიტის ფერი, დიზაინი, შრიფტი, ელემენტების განლაგება და კიდევ მრავალი სხვა. მოცემული მიმართულების მთავარი მიზანია საიტის ვიზუალური მხარე და მასთან დაკავშირებული თემები, ისეთები, როგორებიცაა განლაგება და დიზაინი, შრიფტები, სურათები, ღილაკები, მათი მდებარეობა ვებგვერდზე. ადაპტირებულობა. აუცილებელია ვებგვერდი ადაპტირებული იყოს ნებისმიერი ეკრანის ზომის მქონე მოწყობილობასთან. ინტერაქცია, ანიმაციები, დროპ-დაუნ მენიუები, ფორმის ვალიდაციები და სხვა მრავალი ინტერაქცია. Front-end developer-ის მთავარი ამოცანაა დიზაინერის მიერ მომზადებული დიზაინის კოდად გარდაქმნა, რაც თავისთავად მოიცავს შემდეგ თემებს. შექმნას მომხმარებლის ინტერფეისი, პროექტის დიზაინერის მიერ დახატული ფაილი გადათარგმნოს კომპიუტერისთვის გასაგებ ენაზე, რომლებიც მოიცავენ HTML, CSS და JavaScript ენებს. ვებგვერდის ოპტიმიზაცია. დარწმუნდეს, რომ ვებგვერდი ბრაუზერში იტვირთება სწრაფად იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომხმარებელს არ აქვს მაღალი სისწრაფის ინტერნეტი. ტესტირება და დებაგინგი. დარწმუნდეს და შეამოწმოს ვებგვერდი სხვადასხვა ბრაუზერების თავსებადობასთან. ვინაიდან ბრაუზერები იყენებენ სხვადასხვა სტანდარტებს ვებგვერდის კოდის წასაკითხად. კოლაბორაცია დიზაინერებთან და backend დეველოპერებთან. როგორც ჩემს არაერთ ვიდეოში ვახსენე, პროგრამირება არის გუნდური უნარების საჭიროების მქონე პროფესია. შესაბამისად, აუცილებელია გქონდეს უნარი, რომელიც საშუალებას მოგცემს ვიურთიერთოთ გუნდის დანარჩენ წევრებთან. დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც პროექტის გეგმაშია გაწერილი. Front-end development ძირითადად მოიცავს შემდეგ ტექნოლოგიებს. HTML. ეს ენა პასუხისმგებელია ვებგვერდის სტრუქტურაზე. მისი დახმარებით გამოისახება ისეთი ელემენტები, როგორებიცაა სურათები, სათაურები, პარაგრაფები და ასე შემდეგ. CSS. პასუხისმგებელია ვებგვერდის დიზაინზე, მაგალითად რა ზომის სურათი იყოს ვებგვერდზე, რა ფერის ღილაკი და ასე შემდეგ. JavaScript. ეს ენა გვაძლევს საშუალებას სტატიკური ვებგვერდი გავხადოთ ინტერაქციული, მაგალითად დავამატოთ drop-down მენიუები, ავაწყოთ ფორმის ვალიდაციები და ასე შემდეგ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ტექნოლოგიების ცოდნა არაა საკმარისი და front-end developer-ისთვის ასევე აუცილებელია გაარჩიოს შემდეგი ტექნოლოგიები, ფრეიმვორკები და ბიბლიოთეკები, როგორებიცაა React.js, Angular ან Vue.js. ეს ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს ავაწყოთ კომპლექსური პროექტები უფრო მარტივად. ვერსიების კონტროლის სისტემა Git. ამ ტექნოლოგიის გარეშე შეუძლებელია გუნდური მუშაობა თანამედროვე პროგრამირების სამყაროში. თუ დაინტერესებული ხართ ამ პროფესიის შესწავლით და გინდათ დასაქმდეთ მაღალანაზღაურებად სამსახურში, ეს უნარები და ცოდნა გამოგადგებათ. პირველი, შეისწავლეთ საწყისები. დაიწყეთ HTML-ის შესწავლით და კარგად გაიაზრეთ, თუ როგორ მუშაობს ვებგვერდის სტრუქტურა. ისწავლეთ CSS ენა და დარწმუნდით, რომ თქვენი ვებგვერდი თავსებადია ყველა თანამედროვე ბრაუზერთან თუ მოწყობილობასთან. შეისწავლეთ JavaScript-ის და პროგრამირების საფუძვლები. არ გამოტოვოთ არც ერთი პატარა თემაც კი. მეორე, აღმოაჩინეთ უფრო რთული თემები. ისწავლეთ თუ როგორ გამოჩნდეს თქვენი ვებგვერდი ყველა ზომის ეკრანზე ოპტიმალურად. შეისწავლეთ Git ვერსიების კონტროლის სისტემა. სცადეთ თანამედროვე JavaScript-ის ფრეიმვორკები, როგორებიცაა React.js, Angular ან Vue.js. მესამე, პრაქტიკა და პრაქტიკა. თეორიული ცოდნა არაფერია, თუ პრაქტიკით არაა გამყარებული. დაიწყეთ ყველაზე მარტივი პროექტების კეთება და ნელ-ნელა ეცადეთ გადახვიდეთ რთულ პროექტებზე. გაიღრმავეთ თქვენი პრობლემების გადაჭრის უნარები ისეთი ვებგვერდებით, როგორებიცაა მაგალითად CodeWars და LeetCode. მეოთხე, იყავით ცნობის მოყვარე. პროგრამირება ყოველდღიურად იცვლება. არ დაკმაყოფილდეთ დღევანდელი ცოდნით. ყოველთვის ეცადეთ გაარჩიოთ ახალი ტექნოლოგიები, რათა დარჩეთ შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი. Front-end development-ი კრეატიულობისა და ტექნიკური უნარების საინტერესო შერწყმაა. თუ გატაცებული ხართ დიზაინით, გიყვართ პრობლემების გადაჭრა, ან უბრალოდ გსიამოვნებთ, როცა ყველაფერი იდეალურად მუშაობს, front-end-ი გთავაზობთ უსაზღვრო შესაძლებლობებს, შექმნათ მნიშვნელოვანი და მომხმარებელზე მორგებული გამოცდილებები. თუ მზად ხართ ჩაეფლოთ web development-ის სამყაროში, დაიწყეთ საფუძვლებიდან, იმუშავეთ პროექტებზე და დაინახეთ, სად მიგიყვანთ თქვენი ცნობის მოყვარეობა. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დაწერეთ კომენტარი და გაუზიარეთ მეგობრებს. დროებით შევხვდებით მომავალ ვიდეოში.